4%-იანი გადასახადის ზედმეტი ტვირთია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. ამის შესახებ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები აცხადებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ უცხოური ინვესტიციების მეტად სტიმულირებისთვის აუცილებელია თავისუფალი ზონიდან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისთვის დაწესებული 4%-იანი გადასახადის გადახედვა, რადგან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო გარკვეულწილად ართულებს უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოპერირების პროცესს. ამ აზრს იზიარებენ თიზებში მომუშავე კომპანიებიც. სპეციალისტების შეფასებით კი თიზებისთვის დაწესებული გადასახადების ნაწილი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს. რასაც გადასახადო რეჟიმში ოპერირებენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და რა ცვლილებებს ითხოვენ, უფრო მეტ დეტალს ჩემი კოლეგა ეკა გაზდელიანი გვეტყვის. ეკა გისმენთ. მოგესალმები ელენე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოპერირების პროცესს ართულებს, ამიტომ რიგი საკითხები საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით გადახედვას საჭიროებს, მათ შორისაა 4%-იანი გადასახადი, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას ეხება და ასევე ადგილობრივ ბაზარზე რაიმე შესყიდვასაც. ეს რეგულაცია ინვესტორთა ინტერესებს ანელებს, როგორც თიზები აცხადებენ, რადგან როგორც მაგალითად თბილისის თავისუფალ ზონაში განმარტავენ, საქართველოში ინვესტორი იმისთვის შემოდის, რომ სურს პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზეც გაყიდოს ან შეიძინოს, თუმცა ეს ვერ ხერხდება 4%-იანი ბარიერის პირობებში. ამ ბარიერებზე მიუთითებენ ასევე ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე მეწარმეებიც, პროდუქციის საქართველოში რეალიზაციისას 4%-იანი გადასახადი მათ პროდუქციას შიდა ბაზრისთვის არაკონკურენტუნარიანს ხდის, ამიტომ თიზების პოზიცია, რომ აღნიშნული გადასახადი მოიხსნას ან სხვადასხვა პროდუქციას დიფერენცირებულად შეეხოს. 4%-იანი გადასახადი, რომელიც აბსოლუტურად ზედმეტი ტვირთია ჩვენ თვლით და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ინტერესებს, რაც კი კომპანიებს აქვთ, იმიტომ რომ შეიძლება 4%-იანი გადასახადი თვითონ ბევრი არ იყოს, თუმცა ეს არ არის ბევრი არც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ყველა ინდუსტრიაზე გვინდა მოხსნა. ჩვენ ვამბობთ, რომ დავასტიმულიროთ ის ინდუსტრიები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე განვითარებული არ არის და მოუხსნათ ეს 4%. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი იქნება თუ მოხდება და დაეხმარება ბიზნესს. გარდა ამისა, იქ არის ტექნიკურ დონეზე კიდევ გარკვეულწილად რაღაცა მინი ბიუროკრატიებთან, ასე ვთქვათ, შეხება, რომელიც კარგი იქნება, რომ შეიცვალოს. გარკვეულწილად ნეცნის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ეს 4%-იანი გადასახადი აზრს უკარგავს საქართველოს საწარმოოებს ინდუსტრიულ ზონაში გადმოსვლას და კანონიერად გადასახადებიდან თავის არიდებს. მე მგონი ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ქონდა გარკვეული ტიპის კომუნიკაციები სამართლის შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ რაღაც საერთო კონსენსუსამდე მისვლა ვერასოდეს ვერ მოახერხეთ. მე მგონი შეიძლება რაღაც ტიპის საკონდენსო, რომელიც საქართველოში წარმოება არ ხდებოდა, რაღაცა შეღავათების ან გამონაკლისების დაშვება. თავისუფალი ზონიდან გასატანის საქონელი გეტყვით, რომ გადის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურებით, ხოლო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტიც. ასევე, რაც შეეხება თავისუფალი ზონიდან პროდუქციის საქართველოს ბაზარზე გაყიდვას ან შესყიდვას, ეს როგორც აღნიშნეთ 4% იბეგრება, სპეციალისტების ნაწილი დაბეგრის ამ მოდელს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსში ამ მიმართულებით არაერთი ბუნდოვანება და ხარვეზია. მაგალითად, კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი ჩვენთან განმარტავს, რომ გაურკვეველია თავად გადასახადის სამართლებრივი ბუნება და დასახელება, ვინაიდან საგადასახადო კოდექსში სულ 6 გადასახადი არსებობს, ამ 4%-იან განაკვეთს კი ოფიციალურად არც ერთი მათგანის სახელი არ ქვია, კანონმდებლობაში ამ გადასახადის ზუსტი კატეგორიზაცია არ არსებობს. ამასთან კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ 4%-იანი განაკვეთი ვრცელდება როგორც საქონლის შეძენის, ისე რეალიზაციის ოპერაციაზე, რაც ფაქტობრივად ორმაგი დაბეგრის შთაბეჭდილებას ტოვებს და თანამედროვე ეკონომიკურ ვითარების გათვალისწინებით ეს სისტემა გადახედვას საჭიროებს. რა ქვია ამ გადასახადს? თქვენ საგადასახადო კოდექსში რო წაიკითხოთ, ამ 4%-იან გადასახადს და განაკვეთს, ანუ რომელ გადასახადს ვარქმევთ, ანუ საგადასახადო კოდექსი ამას ოფიციალურად არც ერთი გადასახადის სახელს არ არქმევს, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 4% მიწოდებაზე თუ მოგების გადასახადია, მაშინ მიღებაზე რაღა არის. ის მეორე გადასახადს რაღა ქვია, ხო, მეორე 4%-ს. ამიტომ აქ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ეხლა ვერ ვიტყოდი, რომ შემაფერხებელი ძალიან არის, იმიტომ რომ თიზის ზონაში ბევრი კომპანია შემოდის, რომ უცხოეთის ბაზარზე იმუშაოს, ხო, აქ აწარმოოს პროდუქცია, გაიტანოს, მაგრამ უნებრივია საქართველოს ბაზარის თუ მათთვის საინტერესო არის ამ ნაწილში ბუნებრივია შეიძლება ამან კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი. ანუ ეს
გადასახადი რომ გადაიხედოს და ეს 4%-იც, ანუ 4%-იანი განაკვეთი ფაქტიურად ჩვენ არ აგვაქვს, ხო? ანუ აი ამის დასაბუთებაც რომ მაინც და მაინც 4% რატომ და რატო არა მაგალითად 2% ან 3%, ანუ ამის დასაბუთებასაც ჩვენ ვერ ვკითხულობთ. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს: ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ქუთაისის ხუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის თავისუფალი ზონა. აღსანიშნავია, რომ აქედან ფოთის თიზი უკვე სახელმწიფო საკუთრებაში ოპერირებს. ის სახელმწიფო საკუთრებაში გასულ წელს გადავიდა. თიზის მოწყობა საქართველოში კიდევ ერთი კომპანია გეგმავს, ASI Group Georgia ინდუსტრიული ზონის მოწყობას საგარეჯოში განიხილავს, რომლის ოპერირებაში შესვლა უკვე 2027 წლის მარტში იგეგმება. მადლობა ეკა გაზრდელიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში.